ალბათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა ბედნიერება და რაც თავარია უფალი იყო ჩვენთან. ჩვენ კიდევ დავიწყოთ ფიქრები, ცნობები, სიტუაციები და ასე შემდეგ. გუშინ ცოტა გვიანობამდე ვიარე, ასე 10 საათამდე და დილით ცოტა გამიჭირდა ადგომა. ეციტყვით მეძინებოდა და გამიკვიდა რატო? იმიტომ რომ ამდენი გადაფრენები, გადმოფრენები ეთყობა ორგანიზმმა მაინც გადაღლაში გადავიდა. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ჩვენ სპორტული ჟინი გვაქვს, სპორტული გამოცდილება გვაქვს. როგორ არის სპორტსმენი რო ხარ, უემზადები შეჯიბრებისთვის და ამბობს შენ ორგანიზმის ხმას და ამას ყველაფერს უსმენ, რომ უნდა იყო ფორმაში. და იგივეა აქაც. ეხლა ფაქტობრივად 3 თვე უნდა ვიყოთ შრომით რეჟიმში, აქედან გამომდინარე ჩვენ ისე უნდა გადავანაწილოთ ჩვენი ძალები, რომ ეს გადაღლა და ასეთი რაღაცები არ მოხდეს. ნუ რას გულისხმობ? მარტივად რო თქვა, ამას უნდა ყველაფერი რეჟიმი. სპორტსმენებმა წარმატება რომ მიაღწიონ, რეჟიმი არის უპირველესი პირობა, იმიტომ რომ ძილი, ძალა, სულ მუდმივად ძალა უნდა კონდეს, თუნდაც ვარჯიშისთვის. ეხლა სპორტსმენი რომ ემზადება შეჯიბრებისთვის, ციკლი მიდის, ხო, 3 თვიანი, 4 თვიანი, 8 თვიანი, 1 წლიანი მომზადება და ფაქტობრივად ყოველდღე მაინც უნდა ივარჯიშო, ხო? აი ვინც სპორტსმენია ამაში დამეთანხმება და არის განსაკუთრებით დასვენების დღე. ხა ჩვენ მაგალითად მე რომ ველოსიპედისტი ვიყავი, ერთი დღე, ნუ კვირის განმავლობაში ვარჯიშობდით დღეში 2ჯერ და ერთი დღე აუცილებლად იყო დასვენების დღე. ეხლა ზოგიერთი სპორტსმენი იყო, ფიქრობდა არა, რატომ მე დასვენ უნდა ვივარჯიშო, არა, არავითარ შემთხვევაში უნდა დაისვენოს ორგანიზმს აქვს თავისი ციკლი. ნუ ხუთი რო ვარჯიშობს რაღაც, ეხლა მე პრიმიტიულად ვიძახი იმ უჯრედებში და იმ ბიოლოგიურ პროცესებში აუცილებლად უნდა დაისვენოს პროცესება, რომ ისევ აღადგინოს ძალა. ეს განსაკუთრებით აი ვინც კულტურით არის დაკავებული და აი ვისაც უნდა ხოლმე კუნთების დაყენება, აი დამეთანხმება, ხო, ვინც ამით არის დაკავებული, აი ზოგჯერ არის ხოლმე ადამიანი ყოველდღე ვარჯიშობს, გონია რომ რაღაცას მიაღწევს, მაგრამ არა. იქ კაცრად კვირაში 3ჯერ უნდა მიხვიდე, 2 საათი, მეტი არა. როგორ? იმიტომ რომ როგორც ვიცი, ეს კუნთებში რო ვარჯიშობს ის წყდება და მაგას უნდა აღდგენა და მე მისთვის გაზდა და ეხლა შენ თუ სულ ავარჯიშებ, წყდება და აღდგენა ახდება და მე შედეგიც არ გამოდის და ეს კუნთები და ის ფორმას არ ღებულობს. ეხლა რატო წამოვიწყე ამაზე საუბარი? იგივეა აქაც. შეიძლება ისეთი იმით როგორ გითხრათ, ასე პირდაპირ ახლა სპორტული იმით არ არის, მაგრამ ერთი არსი და ნიშნულობა ერთი და იგივე, ანუ რეჟიმი, რომელიც აუცილებლად ჭირდება ტრაილებზე მომუშავე ადამიანს. ეხლა მოგეხსენებათ, ტრაილებზე როგორ მუშაობენ ხოლმე, არის ხოლმე რომ 3 კვირა იმუშავებს ადამიანი, მერე მიდის 1 კვირა, ან 2 დღე ისვენებს, ან ზოგი არის 1 თვე ან თვენახევარი მუშაობს, მერე მიდის. ესეც ეს მიღებული წესია და ესეც რაღაც თავისებური გამოცდილებიდან არის, გამომდინარე თავისებური გამოცდილებიდან არის ეს. მაგრამ მაინც იმ მუშაობაში, იმ პროცესში, რასაც ქვია მანქანის ტარება და ასე შემდეგ, ადამიანმა უნდა შეინარჩუნოს რეჟიმი. ეხლა არიან ხოლმე ადამიანები, აი 3 კვირა 1 თვე იმუშავებს, დღე და ღამე ასწორებს, დღე ღამე ფენებურად რო ვიცით რაღაცა 8 საათზე მეც იმუშავებს, გადააჭარბებს და მე ორგანიზმი იფიტება, მე მიდის და 1 კვირა ვითომ ისვენებს და აი ეს მე ასე და აი ესე არიან, გადის ასე წლები. ეხლა თავისთავად ყველა თვითონ ირჩევს თავის გზას. რისით ხმა, იმიტომ რომ ამასაც ძალიან უნდა ყურადღებით მიუდგე, იმიტომ რომ თუ არ მიუდგები ამას ყურადღებით და ასე თქვათ მეცნიერულად, მე ორგანიზმი იღლება, ბერდება
სახეზეც ეთყობა მოკლედ და კონკრეტულად ორგანიზმი იფიტება. ეხლა რატო წამოიწყე ეს საუბარი? ეხლა თავისთავად ჩვენც ეხლა ფაქტობრივად 3 თვე მოგვიწევს სიარული და რეჟიმი უნდა შევიმუშაოთ. რეჟიმი ისეთი, რომ შედეგზეც გავიდეთ და ორგანიზმიც ad გადავტვირთვოთ. ჩემი ძველი ვიდეოებიდან ალბათ გახსოვთ, ეხლა როგორი რეჟიმი მაქვს მე. ესე იგი, ჩემი მთავარი პრინციპი, რომ ორგანიზმი იყოს გამოძინებული. აი, ძილისკენ არ მქონდეს მიდრეკილება, იმიტომ რომ პირველი პრობლემა და გაფრთხილებები მოდის უძილობიდან. მომენტები ადამიანები მძღოლები იმუშავებენ თქვა 2-3 დღე გადააბავენ 24 საათში წინათ იმუშავებენ 18-20 საათი 3-4 საათი წინათ მაგრამ გამორიცხულია ის 4-5 დღის შემდეგ ორგანიზმი იფიტება და აი შედეგი არ არის. აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა გადავანაწილოთ გზა და როგორ ვაკეთებ მე ჩემი ეხლა დღეს გუშინ ეხლა ხო ჩამოვიდა ცოტა გამიჭიდა ათქმა მაგრამ არა უშავს ეხლა მე მოვიყვან წესრიგში და ვიწყებ ასე ესე იგი ჩემი ადგომა დღეები აუცილებლად 5-6 საათზე აუცილებლად რაცა უნდა სიცივე იყოს, რაცა უნდა ყინვა იყოს, თული იყოს და ასე შემდეგ ფიზიკურ პატარა ვარჯიშს ვაკეთებ. ზოგჯერ არის ხოლმე რომ კარი ძალიან ცივა და -15 გრადუსზე არა ის საკმაოდ არასასიამოვნოა ვარჯიში, მაგრამ შიგნით აქ სალონში ჩემებურ ვარჯიშებს ვაკეთებ. მერე უკვე ჯდები მანქანაზე და მიდიხარ. მაგრამ უკვე რა ხდება არიან ბიჭები, ეხლა დაждდებიან მანქანაზე და 7-8 საათი ისე ატარებენ რომ არ ჩამოდიან მანქანიდან. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მე პირადად 2-3 საათი რომ გავატარებ მანქანას, მე ჩერდები და ისე ვიწყებ ვარჯიშს, რომ სისხლმა ორგანიზმში იმოძრაობს. განსაკუთრებით რო ზიხარ წელი ხო მომუნული გაქვს, მე ფეხები ასე გაქვს, ეს ბალძაყები დადებული გაქვს სკამზე და სისხლის მოძრაობა არ ხდება. ეხლა როცა ხარ ახალგაზრდა, ამას შეიძლება უძლებ, მაგრამ გამორიცხული 35-40 წელს რო გადაცილდები, ის მაინც შედეგს გამოიღებს. აქედან გამომდინარე, რომ სისხლი არ დაგუგდეს და კაპილარებში, ვენებში და სისხლმა ნორმალურად იმოძრაოს, უნდა რაღაცა ფიზიკური ვარჯიში გააკეთო. და ამიტომ მაქსიმალური 3 საათი ატარებ და მე იწყებ უკვე პატარ ვარჯიში. და მე ისე ვждები და მე ისე ვაგრძელებ გზას. გავა ესე 3 საათი, ისე უნდა გამოხვიდე და ისე წაივარჯიშო. და ფაქტობრივად მთელი დღის განმავლობაში ხო, მე მოდის ეხლა 2-3 საათი, დღის 2-3 საათი და უკვე მეგობრებო მე რას ვაკეთებ? ზოგ შეიძლება გაეცინოს, მაგრამ აი მეგობრები მეუნები არ ვერ ვაკეთებ ამას მე. აი ბაღში თუ გახსოვთ და პიონერთა ბანაკებში ჩვენ დროს რო იყო ხოლმე, იყო ძილის პირული. 2 და 3 საათამდე ჩერდები და ვიძინებ. მეძინება არ ვიძინებ, ჩერდები, თვალებს ხუჭავ, მაგასაც დამუღამება უნდა, მე მაგათად ეხლა როგორ უნდა დაიძინო, დაითვალო 100-მდე, მაგრამ ვერ ახერხებს, მაგრამ ზოგჯერ არის ხოლმე არ გეძინება, მაგრამ ჯობია გაჩერდე და დახუჭო თვალები. ნუ მე მაინც ვახერხებ ამ ძილს, ესე იგი რაღაც 30-45, აი 1 საათი თუ დაიძინე, ძალიან მაგარია. მე არის ხოლმე მომენტები რომ გაიღვიძე მგეზარება, მოძრაობა, მაგრამ უნდა დააძალო თავს და სანამ 15-20 წუთი კარგად გამოფხიზდები, მე ისე ფორმაში მოდიხარ. მე ისევ 3 საათი და მე რაღაც უკვე 7-8 უკვე გააჩნია შეკვეთიდან გამომდინარე მოსწრება კი და არ კი და მოსწრება, შეიძლება 11-12 საათამდე ატარო მანქანა. ეხლა ზოგიერთი მძღოლი იძახა, არა, რა დრო ძილია და გადააბავს. არა მეგობრო, უნდა დაიძინო, რატო? იმიტომ რომ შემდეგ დღეზე უნდა კონდეს ეს ძილი მაინც თავის საქმეს აკეთებს. თვითონ არაფერი, მაგრამ აგრეთვე მეორე დღის, მესამე დღისთვის, აი ყოველ დღე უნდა შეეცადო დაიძინო. ნუ ეხლა არის ხოლმე მომენტები, რომ ვერ იძინებ და აი მაშინ უკვე ორგანიზმი გრძნობს, რომ აი იღლება და ზოგჯერ არის ხოლმე ბიჭები
გადააბავენ და მე როსვათ გაითიშებიან 10-12 საათი წინას ისე რომ ვერ იღვიძებს. მაგრამ კი, ვითომ შედეგზე გადიხარ, მაგრამ არ არის ეს სწორი. სამწუხაროდ ასეთი გრაფიკი ზოგჯერ არ გამოდის, რას გულისხმობ, იმიტომ რომ საერთოდ უნდა შეეცადო, რომ ღამე არ იარო, მაგრამ ზოგჯერ არის ხომ ისეთი შეკვეთები ან სიტუაცია გამოდიოდა ღამის გათენება გიწევს. აი მან უკვე ძალიან ორგანიზმი ირღვევა მთელი ამბები, მაგრამ მაქსიმალურად უნდა შეეცადო, რომ შენ წინას არ უნდა დაგეგმო ტვიტის გადატანა, რომ ღამე არ იარო, მაგრამ რას იზამ? ზოგჯერ ღამეც გიწევს სიარული. ნუ საერთო ჯამში ეს შენი ორგანიზმი უნდა მოიყვანო რეჟიმში. რეჟიმში გარდა იმისა, რომ ფიზიკურად მოხარ შენი თავი რეჟიმში, აი გონებრივადაც მოიტყვიან განაწყო შენი თავი, ანუ ნასტროიკა უნდა განაწყო შენი თავი, რომ ამ რეჟიმმა დაგაყენოს თავის გრაფიკში. და გინდა არ გინდა უნდა გადაანაწილო ეს შენი ძალები და უძილობის ძალები, ნუ ჩემ შემთხვევაში ახლა 3 თვე უნდა გავაკეთო ისე, რომ როგორც ახლა მე ვარ ჯანზე და რაღაცნაირად მობეზრებული არა გაქვს 3 თვის ბოლოს ფიზიკურად არ კონდეს ეს პრობლემები არ კონდა. აი გადაღლილი არ უნდა იყო რა. ნუ მოკლედ და კონკრეტულად მარტივად ვიტყვი, რომ ყველანაირად უნდა შეეცადო, რომ ორგანიზმი არ გადაიღალოს. აქ ემატება კიდევ კვების საკითხი. კვებასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აი ალბათ შეგიმჩნევია თქვენ ტრაილერებს გულები როგორი სუქნები არიან. ეხლა მე არ ვიძახე ძალიან გადამეტებული სუქნები რო არიან, მაგრამ ნებისმიერი მაინც აი სიმსუქნეს ენა აქვს მიდრეკილება. ეხლა რატო? ეხლა მიდიხარ გაიგე და უცბად ჭამ ცუცნავ და ფაქტობრივად მთელი დღე ცუცნავ. ჭამ. ნუ ერთობი ხარ რა გააკეთო და სულ ჭამ ეს არ შეიძლება. როგორი თქვა არ შეიძლება, მაგრამ სამწუხაროდ ადამიანები ვერ ახერხებენ ამას, რომ ვერ ითმენენ. ეხლა მე პირადად რას ვაკეთებ? მე აი ფაქტობრივად ეხლა ჩემ აცივაში რო შეხედე სუცარიელი მაქვს. იმიტომ რომ სპეციალურად არ ვყიდო ბევრ პროდუქტებს, იმიტომ ბევრი პროდუქტები რო გაქვს და უკვე თავში რო ფიქრობ, აი მე მაცივაში ესამა, ისა მაინც ხელი გაგირდეს იქით რა. ნუ ესეც უკვე ჩემი პირადი გამოცდილებიდან ვიძახი. ნუ რა თქმა უნდა აი ამაზე მეტი არ უნდა შეჭამო, რაც ხელის გულზე ეტევა. თან ისედაც საკვებები არ არის ნორმალური, რა ვიცი, მშრალი, ჰამბურგერი, მარკუზი, ნუ ცუდი კვებაა რა, წვნიანი არ არის და აქედან გამომდინარე ეს სერიოზული თემაა. ეხლა იმის გამო რომ კვება ძალიან ცუდია ტრაქტორებზე და მშრალი საჭმელების გამო ბევრი თვითონ აკეთებს აქ თავისი ქვაბი აქვს, ხარშავენ, ნუ არ ვიცი ეს სხვა. მე პირადად არ ვაკეთებ ამას, მაგრამ ნუ მე ჩემ გამოცდილებას გიზიარებ, თუ ცდილობ, რომ მეც წვნიანი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ესე ცოტა ჭამ და ბევრს არ ამ ცუცნას არ ვაკეთებ რა, რო იტყვი. ესეც რა თქმა უნდა რეჟიმის და კაცრი რაღაც როგორ ვთქვა, ნერვის გამოხატვის და მოახერხო ეს კაცრი ნებით რა. ეხლა მე რასაც ყვები, ამას ყვები ჩემ მაგალითზე, ისეთ მაგალითზე როგორც ჩემ ეხლა მოდიხარ 3 თვე მანქანიდან არ ჩამოდიხარ, მაგრამ ეხლა ვინც ამერიკაში ცხოვრობს და ოჯახები ყავთ, იმათმა ვინც აი გამოცდილი ამერიკელები რომ ყავს, აი ვისაც ოჯახი ყავთ, ისე სერიოზულები ვინც არიან, მე ახლა საწყენად არ მიიღოს იმ ადამიანებმა, იმიტომ მე ვიცი რომ ზოგი ამერიკელი მთელი ცხოვრება მანქანაში ცხოვრობს, 6 თვე 7 თვე მანქანიდან არ ჩამოდის. არც აჩქაროს, აი ზოგჯერ გვინახია ხოლმე ჩვენ ბიჭები, რომ არც ეჩქარება, თითო თანხასაც არ მისდევს, იმიტომ რომ ნუ შვილები არ აყავს, ოჯახი არ აყავს, არის რა, ამ ფულზე არ არის გადაკიდებული და ნელა მუშაობს რა, მაგრამ ვინც სერიოზული ხალხია, ვისაც ოჯახი ყავს, ამ ზოგი არის, მაგრამ 5 დღე იმუშავებს, 2 დღე ისვენებს, მაგრამ
მაგრამ ამ რეჟიმს თავისი შემუშავებული სტილი აქვს, იმას არ არღვევს და ცდილობს რომ ის ჯანმრთელობა შეინარჩუნოს. მაგრამ ყველა ხო არ არის მასე, მაგრამ უმეტესობა მაინც ტაილეზე როგორ არის ხოლმე რომ მოდიან სიტყვაზე ვითომ ორი აზრით მოდი ახლა მე ვიმუშავებ 5 წელი, 10 წელი, ზოგი 15 წელს იძახით ფულს მოვაგროვე, მე ვანებებ თავს და ბევრი მასეც აკეთებს, მაგრამ მაინც 5 წელს და 10 წელსაც და თუნდაც 1 წელსა და 2 წელსაც უნდა დიდი ყურადღება, იმიტომ რომ რეჟიმის მაინც ორგანიზმი თავისას ითხოვს და რაღაც არანორმალურ რეჟიმში ვარდება. თუმცა ზოგი ასწრებს ფიქრობს ახალგაზრდა ვარ, ახლა გამოვასწორებ, მაგრამ არა, მეგობრებო, ორგანიზმი მაინც თავისას ითხოვს და ძალიან დიდი ყურადღება უნდა ამას ყველაფერს. ისე ამ რეჟიმზე მინდა ვილაპარაკო, აი პატარა ბიჭი ვიყავი, ახლა მე ყოველთვის სპორტსმენი ვიყავი და ვცდილობდი ხოლმე რომ ახლა რაღაცნაირად ისე აიწყო სულ სპორტში ვიყავი და აი როგორ მახსოვს ჩემი ფიქრები, ახლა 100 კაციდან შეიძლება ოლიმპიური ჩემპიონი ან წარმატებული გახდეს 2-3 და დანარჩენი ვერ ახსენებ, ხო? სულ ფიქრობდი ხოლმე, რატო ამეთქი რომ იქ ხო შეკრებებია, თანხები იხარჯება, შეჯიბრებებს, მეთქი რატო უხრის სახელმწიფოს ამ სპორტსმენების შენახვა და ნებისმიერ რაც უნდა ღარიბი ქვეყანა იყოს, სპორტსმენები რაღაც ფეხბურთის გუნდი ყავს, სხვადასხვა სპორტის სახეობის გუნდი ყავს და შეჯიბრებებზე დაყავს და იღებენ მონაწილეობას, ფულს ხარჯავენ და აფინანსებენ. და სულ მიკვირდა ხოლმე, რატო? და მე ცოტა უკვე გავაანალიზე, იმიტომ რომ ეხლა სპორტსმენი ცუდია თუ კარგია, დამწყებია თუ არა დამწყებია, რეჟიმს ექვემდებარება იმ რეჟიმს, რასაც წვნელი ჩამოაყალიბებს და უნდა მისდიო. მაგრამ მე ხო არის პერიოდი, მე სპორტსმენი ანებებს თავს უკვე გაიზრდება ან სწავლას იწყებს რაღაცა და რეჟიმი, მაგრამ აი სად არის გაცვლი ეს ახალგაზრდები თავის დროზე რეჟიმში რო იყვნენ და რაღაცნაირად კანონად აწესებენ ხოლმე და ამ რეჟიმით მე აგზერებენ ცხოვრებას და რომელიც წარმატების საწინდარია. იმ 100 კაციდან სიძვიწყალ სპორტსმენები შეიძლება 70 ვერ გამოვიდა დიდი სპორტსმენი, მაგრამ იმ 70-დან 20-30 ხალხალეთი ცხოვრობს, მაგრამ 40-35 მოწესრიგებულად და რეჟიმად, აი ესეთი თავის ცხოვრებაში ამ მოწესრიგებულობას ამუშავებს რეჟიმის სახით და აქტია რომ რეჟიმის სახით და რაღაცა განსაკუთრებული ცხრილი სახით და განსაკუთრებული მიმართულების გარეშე ვერც ერთ სფეროში ადამიანი წარმატებას ვერ აღწევს. აი ავიღოთ რამდენიმე მწერალი კი არ ნებისმიერი წარმატებული მწერალი როგორ ეკითხება როგორ მუშაობდო აი ინტერვიუში ჩვენ ამდენჯერმე ინტერვიუში დაიჭერა ბაკოვის ყველა მწერალი იძახის რომ აი მაგათაც ჰემინგვეი დილის 5 საათზე რო ადგებოდა დღის 2 საათამდე წერდა ბალზაკი ღამე წერდა და ნებისმიერი მეცნიერის რეჟიმი აი აინშტაინია ხელა გენიოსი იყო ხო, მაგრამ როგორ ახერხებდო, როგორ და აი ასე ავდგებიო დილითო და დილის 6 საათიდან 2 საათამდე ფიქრობ, ერთი და იგივე თემაზე ფიქრობ. როგორ აი მაგათაც აი რეჟიმის მაგაშია, უყურე აი მაგათ ჩვენ ადამიანი რა არის, აი მაგათ საკითხი გვაქვს ხო? და 1, 2, 3, 5 ვიფიქრებთ. და აინშტაინმა რა თქვა, ერთ თემაზე 3000-ზე 4000 ჯერ ფიქრობ და მე გავდივარ შედეგზე. 3000-4000 ფიქრი ერთ თემაზე წარმოიდგინეთ ამხელა რეჟიმი და ამხელა ნებისყოფა გინდა. იმდა ჩაიკოვსკიზე გითხულობდი, აქვეა ბიოგრაფია და მანაც ასეთი რაღაცა თქვა რომ იგონებდა რომ ამე რო დაიწყებდა დილის 5 საათზე ფიქს ოთახში ჩაბნელობა ოთახში ჩდებოდა და საერთოდ 3 საათამდე გარეთ არ გამოდიოდა. იმ ჩაკეტილ ოთახში ფიქრობდა და კომპოზიციებს და ამ მუსიკებს წერდა.
ესე იგი, ისეთ გმამიდა, რომ რეჟიმის გარეშე გამორიცხულია წარმატებას მიაღწია. ჩვენც ახლა შეიძლება კომპოზიტორები და დიდი მწერლები და დიდი მეცნიერები არ გამოვიდეთ, მაგრამ პატარა რეჟიმში უნდა ვიყოთ, რომ იმ დასახულ მიზანს, ანუ ფინანსურ წარმატებას და ადრეც რისთვისაც ვართ აქ შემოსულია წარმატება, რომ შედეგზე გავიდეთ. ეხლა ზოგი მეტრის აბა და არ არის კაპო. ეხლა ხოიცით პოლიტიკურად რეჟიმი და პინოჩეტის რეჟიმს მისდევთ თუ მუსოლინის თუ ჰიტლერის რეჟიმს. ეხლა ხო გაიძახიან რეჟიმი, მაგრამ რა ცუდი სიტყვაც არ არის ეს რეჟიმი არის მოწესრიგებულობა. ალბათ სახელმწიფოც რომ ააწყო და მოწესრიგებულობა იყოს არის რეჟიმი, ანუ გრაფიკი, მაგრამ სამწუხაროდ უარყოფითი იმით უყურებენ, მაგრამ მეც მაგალითად იმის მომხრე კი არ არის, ცხოვრება გვაჩვენებს, რომ რაც წეღანა თქვი რეჟიმისა და წესრიგის გარეშე წარმატებას ვერ აღწევ. თუმცა არა მარტო დიდი საკითხების, არამედ ესეთი პატარა ცხოვრო ამბავშიც. ასე რომ რეჟიმი, ანუ წესრიგი ყველგან არის საჭირო, თუნდაც აი ადამიანები ხო წარმატებულებიან და ეხლა გამოდიან ხოლმე, აი მეც მინდა მასე ვიყო, მეც მინდა და არაფერს არ აკეთებს, რომ წესრიგში მოიყვანოს თავის მოქმედება და მერე გადადიან შურში. აი ადამიანები ძალიან ხშირად მიფიქრია, რატო შურს ადამიანებს სხვა ადამიანის წარმატება. კი, ეხლა შეიძლება რატო პირველ რიგში იმიტომ ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი ხო ჩემ ეზოში გაიზარდა, ჩემ სკოლაში იყო, ჩემნაირად ცხოვრობდა, ამხელა წარმატებას მიაღწია და მე კიდევ არაფერი არ აქვს. თინა მატერიალური, ფინანსური, რაღაც წარმატებული, მსახიობური, პოეტური ისა და თანამდებობრივი. და იმას კი არ ვფიქრდება, რომ ის ადამიანი წარმატება რომ მიაღწია, რამდენი რაღაცა მოიკრო, ის სისტემა შექმნა, მოიკრო და ამას მაინც აშუქს რა. ეს უკვე ის სულელის მომენტია. შენ თუ გშურს და შენ გინდა იმისავე წარმატება მიაღწიო, მიდი და გააკეთე ის რასაც ის აკეთებდა, მოიკელი და სისტემაში იყავი და რეჟიმში იყავი. ამის გაკეთება არ უნდა და მე ეს ყველაფერი გამოდის ლალია ბლაბლა და მთელი ამბები. ეხლა არის ხოლმე კიდევ აი თუნდაც ჩვენ ახლა როგორ გვიყვარს რელიგიურ თემებზე და საქმიანობაზე ლაპარაკი. მე მორწმუნე ვარ, მაგრამ ეკლესიის და მღვდლის არ მჯერა. ხო, ასე ხშირად ამბობ ხო, მე სულ მჭირდება მღვდელი და სულ მჭირდება ბიბლია, მე ღმერთთან მაქვს საქმე. და ისეთ გავიდა, არის მორწმუნე, რომელიც ყოველ ორ კვირაში ერთხელ სისტემატურად დადის ეკლესიაში და ეზიარება და მისდევს, და არის მორწმუნე, რომელიც არ დადის იმაში, ეკლესიაში არ საუბრებს, არ ესწრება არაფერი, მაგრამ თავი მორწმუნედ მიაჩნია, იმიტომ რომ თვითონ მიაჩნია და აქაც იგივე ხარ, რა განსხვავება ის, რომელიც სისტემატურად დადის, ისი თავისებურ ცხრილში, ანუ რეჟიმშია. ეს არ არის რეჟიმში და მე მაინც იძახის, მე მორწმუნე ვარო და გადამწყვეტ მომენტში კაი გაგებით ვიძახი, გადამწყვეტ მომენტში ყოველთვის ის მორწმუნე ადამიანი უფრო ძლიერია ყოველგვარი ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრისთვის და ნებისმიერ მიმდინარე პრობლემას უძლებს, ვიდრე ის ადამიანი, რომელიც იძახის, რომ მე მორწმუნე ვარ, მაგრამ სულ არ მჭირდება ეკლესიაში მღვდელი და სულ არ მჭირდება იქ სიარული. მე თვითონ მივხედავ. ასე არ არის მეგობრებო და აკვირდეთ, მე ახლა რწმენაზე ვთქვი, მაგრამ საერთო ჯამში ყოველთვის ის წარმატებული ადამიანი და ადამიანი, რომელიც ჭრის ამ ნებისმიერ დაბოლებებს და პრობლემებს, რაც ცხოვრებაში მიდის მიმდინარე პრობლემებს, იმაზე ყოველთვის ძლიერია, ვიდრე ის ადამიანი, რომელიც ამ სისტემაში და არ მინდა ეს თქვა რეჟიმი, რატომაც სულად ამბობენ, რეჟიმში არ არის. აი თუნდაც დიდი ასაკის ადამიანები, აი ზოგჯერ არის ხოლმე, რომ რა კარგად გამოიყურება ეს ადამიანი. აი თუნდაც ავიღოთ გივის სიხარულზე ავიღოთ, რამდენი წლის რა მქონე უკვე 85 წლის კაცია და რა იმაშია ფორმაშია, იმებზე სრიალებს დაცურავს, სულ ხასიათზეა, სულ აი განწყობაზე გაყიდებს
და ამ დროს არიან ტიპები 65-60 ასეთები არიან არაფერი და რატო? და ეხლა გადავხედოთ ამ პივის სიხარულის რეჟიმში. მგონი კვირაში 3-ჯერ დადის ბასეინზე, დადის იმაზე რა ქვია, უსპაზე ვარჯიშობ და 1-2 საათი ყოველთვის გამოყოფილია თავის ვარჯიშებზე და სიტუაციებში. იმიტომ რეჟიმში ადამიანი და სხვა ადამიანები, რომელიც რეჟიმში არ არის, იგივე ასაკის შეხედავდა გული დაგწნება, ასე ყველაზე ადვილად რო თქვა. ერთ სიტყვით აი ამაზე მინდოდა ლაპარაკი. საიდან სად გადავედით აინშტაინი და კივის სიხარულიძემდე, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ის ადამიანი, ის ადამიანია. და ამ დროს ჩვენ ამბებში ვიცახეთ, რომ დავიხოთ რეჟიმში და ეს რეჟიმი გვეხმარება ნორმის შენარჩუნებაში. ნუ კერძოდ ამ შემთხვევაში ჩვენ მაგალითზე და ამ ძღოლურ ამბებზე. კარგი, დაგეშვიდობთ მეგობრებო, ცოტა შეიძლება დინამიური ვიდეო არ იყო, მაგრამ ჩვენ როგორც ვამბობთ, ჩემ ფიქრებს და აზრებს ვიზიარეთ. ამ შემთხვევაში ვისაუბრეთ რეჟიმზე, რომელიც ჩვენ შემთხვევაში აუცილებელია, რომ შევინარჩუნოთ ენერგია, мотивация და ხარისი. და რა თავარია წარმატებაზე დავიდეთ. კარგად, მეგობრებო, მოგმარ საინტერესო ვიდეოებში შევხვდებით. თქვენ გვინდა საინტერესო ვიძახე, იმედია საინტერესო ვიდეოებში შევხვდებით.